ამ ეპიზოდში განვაგრძობთ რობერტ გრინის ძალაუფლების 48 კანონის განხილვას. მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და ეს არის ჩემი რუბრიკა 22 წიგნი ტრანსფორმაციისთვის. დღეს არის მე-6 კანონის განხილვის, ესე ვთქვათ, დღე, რომელიც ეხება ყურადღების მიქცევას. ნებისმიერ ფასად ყურადღება მიიქციეთ. სხვათა შორის, ამ კანონის განხილვა ჩემთვის იყო ყველაზე რთული, იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის არ ვეთანხმები ამ კანონს ქართულ კონტექსტში და მე მივხვდი, რომ წიგნის განხილვა არ ნიშნავს იმას, რომ მე ავტორში ყველაფერს ვეთანხმებოდა. პირიქით უნდა ვიყო გულწრფელი, რაშიც არ ვეთანხმები და არ უნდა მქონდეს უპირობო მიმღებლობა, ასევე როგორც თქვენ ჩემი ნათქვამის, ან განხილულის და მაგალითების. აქედან გამომდინარე, კანონს განვიხილავთ, უბრალოდ გეტყვით რა ნაწილში არ ვეთანხმები. კანონის ფორმულირება. ყველაფერი ფასდება გარეგნული შესახედაობით. იმას, რაც არ ჩანს, ფასი არ აქვს. არასოდეს მისცეთ თავს უფლება ბრბოში ჩაიკარგოთ, ან დავიწყებას მიეცეთ. იყავით შესამჩნევი ნებისმიერ ფასად. თავი აქციეთ მაგნიტად ყურადღების მისაპყრობად. იყავით უფრო თვალში მოსახვედრი, უფრო ფერადოვანი, უფრო იდუმალი, ვიდრე უგემოვნო და მორცხვი მასა. რა თქმა უნდა, ახლა ეს ერთი წაკითხვით ადამიანისთვის, რომელიც სამოქალაქო ცხოვრებაშია ჩაბმული და უნდა რეალიზებული იყოს, მოქმედებდეს, სხვადასხვა მიზანს მიაღწიოს და თავისი განმარტებით წარმატებულიც იყოს, უნდა გაითვალისწინოს ეს კანონი. თუმცა არის რაღაც ჩარჩოები, რაშიც უნდა მოვექცეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ვართ ქართველები და ჩვენი მიზნების მიღწევა შეიძლება უკავშირდებოდეს ქართულ აუდიტორიას. თუ არ უკავშირდება და ის უკავშირდება უფრო დასავლურ აუდიტორიას, მაშინ ალბათ პირდაპირ შეგვიძლია, რომ ეს კანონი გამოვიყენოთ. თუმცა მე იქაც მაინც ისეთი კონსერვატორული მიდგომა მექნებოდა. ჩემი კარიერის დასაწყისში შუაშიც საკმაოდ ინტროვერტი ვიყავი. ოღონდ ინტროვერტს არ გულისხმობ, რომ არავისთან არ მეგობრობდი და ხმას არ ვცემდი. ეგრე არ ვიყავი. უბრალოდ ძალიან მკაცრი, ესე ვთქვათ, საზღვრები მქონდა სამსახურსა და ცხოვრებას შორის. ჩემი ინტროვერტობა უფრო გამოიხატებოდა იმაში, რომ ყოველთვის მერჩივნა, რომ ძალიან მაღალი ხარისხით მემუშავა, ძალიან კარგად გამეკეთებინა დავალება, მაგრამ თუ მიდგებოდა საქმე პრეზენტაციამდე, მივლინებაში წასვლამდე, რაღაცა უფრო ესე ვთქვათ, ფართო მასებთან კომუნიკაციაზე, ყოველთვის მერჩივნა, რომ ეს გაეკეთებინა ჩემ ზემდგომს ან სხვას. რაღაცნაირად ისეთი, როგორც იტყვიან, უფრო back office-ის კადრი ვიყავი რა, ანუ ძალიან დისციპლინირებული, პასუხისმგებლიანი, მაგრამ ხალხთან კომუნიკაცია დიდად არ მხიბლავდა. ბიჩარები სულ ამბობდნენ, რომ უნდა გაზარდო შენი ხილვადობა, visibility ეს ტერმინი არის ახლა ალბათ ისეთი ტრენდული და უნდა გაზარდო შენი visibility და მე კიდე სულ ესე ვფიქრობდი, რომ რატომ უნდა გავზარდო? ანუ ისედაც ხო ყველა მიცის, ისედაც ხო იგულისხმება, ისედაც ხო იგრძნობა, ვინ არის ამ ხელშეკრულების ავტორი, ვინ არის ამ პრეზენტაციის ავტორი, ან ამ პროექტის ავტორი. რაღაცა ძალიან მიამიტური დამოკიდებულება მქონდა. იმიტომ რომ რეალურად მე არ ვიცოდი იმ შეხვედრებს, სადაც მე არ ვესწრებოდი, რა ხდებოდა და ნამდვილად ახლა ჩემი ყველა უფროსი, უკლებლივ, თქმა უნდა, ყველა ჩემ გაკეთებულ საქმეს მიიწერდა თვითონ. ძირითად შემთხვევაში წინასწარი განზრახვითაც. თუმცა მე არასდროს ამაზე პრობლემა არ მქონია, რაღაც უსიტყვო შეთანხმებასავით იყო, რომ მე გავაკეთებ ჩემ საქმეს, ოღონდ გავაკეთებ ისე, როგორც მე მინდა, თუ მინდა სახლიდან, თუ მინდა ოფისში მივალ, თუ მინდა იმ დროს, ანუ საკმაოდ ისეთი მოქნილი სამუშაო გრაფიკი მქონდა ხოლმე, მას შემდეგ რაც თავს დავიმკვიდრებდი ამ თუ იმ პოზიციაზე, ეს კომფორტი შემიქმენი,
არ გადმოხვიდეს ხვარს და მეც არ გადმოვალ და არ მაინტერესებს ახლა შენ CEO-სთან მე წარმომაჩენ თუ არ წარმომაჩენ რა ესეთი დამოკიდებულება მქონდა. ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ძალიან დიდი რესტრუქტურიზაცია მოხდა ერთ-ერთ ჩემ სამსახურში, სადაც 6 წელი ვმუშაობდი და გაუშვეს ჩემი მენეჯერი. და ესეთი სტრუქტურა ქონდა კომპანიას, ანუ CEO-ს შემდეგ იყო ჩემი მენეჯერი და სხვა მენეჯერები და მე ვექვემდებარებოდი ჩემს მენეჯერს. ანუ ესე ვთქვათ, მე და CEO-ს შორის ერთი რგოლი იყო, მაგრამ ჩემი მენეჯერი იმდენად შეშინებული იყო, რომ CEO-ს არ ენახა ვინ აკეთებს რეალურად საქმეს, შეიძლება ითქვას, რომ პირველ 3-4 წელში რაც იქ მუშაობდი, აი 2-ჯერ ან 3-ჯერ მქონდა ზარზე გადაკვეთა ამ CEO-სთან მოკლედ რა და გაუშვეს ეს ადამიანი ჩემი უფროსი სამსახურიდან და ეს ჩემთვის ძალიან შოკის მომგვრელი იყო სიმართლე რომ გითხრათ რომ გაუშვეს ეს ცალკე ამბავია მაგრამ რომ გაუშვეს დაინიშნა ახლა ეს არის CEO-სთან და ნუ გამომკითხა აბა ამ პროექტზე რა იცი, იმ პროექტზე რა იცი, ამ ხელშეკრულებაზე რა იცი და ანუ ნელ-ნელა რა თქმა უნდა ახლა პირველი ვეზარზე მაგას ვერ მიხვდებოდა და არც მქონია ეგ мотиваცია რომ მithქვა რომ მე ვარ ის ვინც აქ ყველაფერს აკეთებ და ნელ-ნელა მიხვდა აი დაახლოებით 2 კვირის ფარგლებში რომ საქმეს ვინ აკეთებდა და ნუ აღნიშნა კიდევაც ბევრჯერ იმის მერე რომ საერთოდ სხვანაირად მეგონა რომ ყველაფერი მუშაობდა იმის მერე მივხვდი რომ შენ თუ არ იტყვი შენ სათქმელს რა გააკეთე და ყურადღებას არ გაამახვილებინებ ხალხს, კეთილი ხალხის იმედად არ უნდა იყო, იმიტომ რომ ყველა არის კორპორატიულ სამყაროში, საჯარო სამსახურებშიც, იმიტომ რომ საჯარო სამსახურშიც მაქვს მუშაობის გამოცდილება, ყველა არის თვით გადარჩენის რეჟიმზე. ძალიან ბევრს აქვს ოჯახთან ვალდებულებები, ძალიან ბევრს აქვს სესხი, ძალიან ბევრს უნდა რომ დაუმტკიცოს მსოფლიოს რომ თვითონ არის ის ვინც ყველაფერს იმსახურებს და ვისაც ყველაფერი შეუძლია აქედან გამომდინარე თქვენ თავს მიხედეთ რასაც თქვენ გააკეთებთ ეცადეთ რომ თქვენს სახელს დაუკავშირდეს თუმცა რა თქმა უნდა ამან არ უნდა გამოიწვიოს ახლა კონფლიქტური სიტუაცია თქვენს მენეჯერთან მაგრამ არსებობს სხვადასხვა ხერხი რითიც შეიძლება რომ თქვენ შესახებ სამსახურის სივრცეში ცნობადობა აამაღლოთ, ვინ ხართ, რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ და შემსავით წამგებიან პოზიციაში, რომ მაინც დამინახავენ და დამაფასებენ, არ იყოთ, იმიტომ რომ ამ ბოლო ინციდენტის მერე ჩემი უფროსი როცა გაუშვეს სამსახურიდან და გაირკვა, რომ მე ვარ, ესე ვთქვათ, მშრომელი ადამიანი ამ დეპარტამენტში, ჩემი სტრატეგიაც აბსოლუტურად შეიცვალა, ანუ აბსოლუტურად შეიცვალა და აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი მიმართ დამოკიდებულება შემდეგ სამსახურებში, სადაც გადავედი, როგორც სუპერსტარს, ისე მექცეოდნენ, ისე მიღებდნენ და მართლა შოკში ვიყავი, იმიტომ რომ ადრე, როცა ძალიან ბევრი საათი ვმუშაობდი და ხმას არ ვიღებდი და ეხლა როცა შედარებით ცოტას ვმუშაობდი და ხმას ვიღებდი, თავის წარმოჩენა ვისწავლე, საკუთარი თავის ქება, ოღონდ არა ქედმაღურად, ფაქტებზე დაყრდნობით, გუნდის ქებაც მათ შორის, რომ დაენახათ, რომ გუნდთან ერთად ვარ ძლიერი, კარგი ლიდერი ვარ. აი ძალიან შეიცვალა ჩემი მიმართ დამოკიდებულება და ძალიან მარტივად მივაღწიე ბევრ წინსვლას კარიერაში. გავაგზავნოთ კითხვა. მიიქციეთ ყურადღება დაუვიწყარი ზოგჯერ წინააღმდეგობრივი იმიჯის შექმნის გზით. ეძებეთ სკანდალები. ყველაფერი იღონეთ, რომ გარშემო მყოფთა შორის ყველაზე გამორჩეული და კაშკაშა იყოთ. ნიშნულობა არ აქვს, რა ტიპის ყურადღებაზეა საუბარი. ნებისმიერი აურზაურის სახელს გაგითქვამთ და ძალაუფლებას მოგიტანთ. უმჯობესია გაგაკრიტიკონ და თავს დაგესხან, ვიდრე არად ჩაგაგდონ. ამაზე ეთქვა რობერტ გრინის ქართული ქორწილი არ უნახავს როგორ ყველა კაშკაშებს და ცდილობს დედოფალზე უფრო ლამაზი იყოს, მაგრამ ამას ვეთანხმები, ოღონდ საერთაშორისო ჭრილში, რომ უნდა მივიქციოთ ყურადღება და ხანდახან წინააღმდეგობრივი იმიჯის შექმნის, მაგრამ
ვეთანხმები საერთაშორისოში გლობალურად, არ ვეთანხმები ლოკალურად საქართველოსთვის და ეხლა ვეახსნი რატომ. მაგალითად, ეხლა ცოტა ხნის წინ ტრამპის წინა საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტობის კანდიდატს, ანუ ტრამპს ესროლეს და ატყდა ერთი ამბავი. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო დადგმული, მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ ეს იყო დადგმული. იყო თუ არ იყო დადგმული, აი ამ ფაქტმა მოაგებინა მას არჩევნები. იმიტომ რომ გახდა გმირი, ძალიან დიდი ყურადღება დაიმსახურა, თან ძალიან დიდი სიმპათიებით დაიმსახურა ეს ყურადღება და არა უარყოფითი და აი ამ ერთმა დიდი ყურადღების ნაკადმა მოაგებინა არჩევნები. ასევე ამერიკის მაგალითს თუ განვიხილავთ, კარდაშიანების ოჯახი რო ავიღოთ, ყველას ანუ კი აერთიანებს რეალიტი შოუ, მაგრამ ინდივიდუალურად აქვთ დიდი სკანდალები და განსაკუთრებით Kim K-ს, რის მერეც ძალიან ცნობადები გახდნენ. მაგრამ აი ამერიკაში ძალიან ამართლებს ეს მოდელი, რომ მოდი ჯერ გავხდეთ ცნობადები, ისმიერი რაღაცის ხარჯზე მივიპყროთ ყურადღება და მერე გადავწყვიტოთ რა რას უზამთ ამ ყურადღებას. იმიტომ რომ დღესაც ხუმრობის საგანია, რომ ამ ოჯახს აქვს ყველაზე დიდი უნარი ყურადღების მიპყრობის და მერე კონვერტაციის, თორე აი დანარჩენი როგორც მაგალითად ბიონსე გახდა ცნობილი, იმღერა, ან ვიღაც მსახიობია, ვიღაც ბიზნესმენი, ანუ ესეთი შემთხვევები ამ ოჯახს არ უკავშირდება. უბრალოდ ისინი ცხოვრების მანძილზე სულ იპყრობენ ყურადღებას და ამ ყურადღებას მერე კონვერტაციას უკეთებენ კოსმეტიკის ხაზში, ტანსაცმლის ხაზში, ვიტამინების ხაზში და სხვადასხვა რაღაცაში. ანუ ჯერ გახდი ცნობილი და მერე გადაწყვიტე რას უპირებ ამ შენს ცნობადობას. ეხლა რატო არ ვეთანხმები ბოლომდე ამას საქართველოს კონტექსტში? საქართველო დასავლურ ქვეყნებთან შედარებით არის საკმაოდ კონსერვატორული ქვეყანა და მე ამას არ აღვიქვამ როგორც ცუდს ან კარგ მოცემულობას, ეს არის ჩემთვის ნეიტრალური ფაქტი და არის მცირე რიცხოვანი აუდიტორია. რომელ აუდიტორიასაც რაღაც კონკრეტული ჩარჩოები აქვს, რის მიხედვითაც აფასებს ადამიანებს, სიმპათია უჩნდებათ, ნდობა უჩნდებათ და მე არ მგონია, რომ მაგალითად საქართველოში ღირდეს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც რეპუტაციისთვის საზიანოა, თუმცა ძალიან დიდ ყურადღებას მიიპყრობს და მერე გააკეთოთ არჩევანი რა უქნათ ამ ყურადღებას. აი დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც სულ ილანძღება, ძალიან ცუდი სიტყვებით მოიხსენიებს ყველა სხვა ცნობილ ადამიანს და არ ვიცი, ну, მოკლედ ესე ვთქვათ, უზრდელია და ამით იქცევს ყურადღებას, მერე უცბად რომ გადაწყვიტოს ფსიქოლოგობა და თერაპიაში წასვლა. აი, მე მგონია, რომ ქართველი აუდიტორია არ დაუვიწყებს მაინც აი იმ ესე ვთქვათ სკანდალურ, ოღონდ ცუდ კონტექსტში სკანდალურ ამბებს და არ გადმოყვება ამ კარგ საქმეში. თუმცა ეს არის ჩემი პირადი აზრი. ვფიქრობ, რომ საქართველოში ჯერ უნდა გადაწყვიტოთ რა გინდათ, რომ გააკეთოთ, რისის კეთება გსურთ, ბიზნესი, სამსახური და ასე შემდეგ და ამის მიხედვით, ანუ ააგოთ თქვენი ის იმიჯი დღეს. ანუ და არაფერი არ გააკეთოთ დღეს ისეთი, შეძლების დაგვარად, რასაც თქვენ აკონტროლებთ, რომ თქვენ საბოლოო იმიჯ დაარტყას ან დააზიანოს, იმიტომ რომ ქართველებს თან ძალიან კარგი მახსოვრობა აქვს, მაგრამ ამერიკაში აბსოლუტურად სხვა ბაზარია და იქ მაგალითად იმიტომ რომ ვიღაცას გამომწვევად აცვია, ან ცუდ სიტყვებს ამბობს, ან არ ვიცი, ბევრი ცოლი ყავდა, ან ბევრი ქმარი ყავდა, ანუ ამის გამო არ განიკითხავენ, ეს არ არის განკითხვის საგანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ ვაფასებ მე ეს ჩვენი კარგი უნარია თუ ცუდი უნარია, უბრალოდ ესეთი მოცემულობა გვაქვს. ჯობს ჩვენი იმიჯი თავიდანვე ნაბიჯ ავაწყოთ იმის მიხედვით, თუ რა გვინდა ბოლოს, ან პროცესში შევცვალოთ. მაგრამ თუ არის ისეთი შემთხვევა, როცა შენ დღეს აბსოლუტურად სხვა რაღაც გინდა,
ხარ, არ ვიცი, როკსტარი და გოთი და არ ვიცი რა, რაღაცა ისეთი მიმართულება გაქვს განსხვავებული, არჩეული. ამან არ დაგაბრკოლოთ არავითარ შემთხვევაში არც ქართულ აუდიტორიაში და არც ერთ აუდიტორიაში, რომ ტრანსფორმირდეთ ესე ვთქვათ, ახალ როლში და ეს თქვენი ძველი გამოცდილება გამოიყენოთ. მე უბრალოდ ვამბობ, დღეს თუ გადაწყვეტილი გაქვთ, აი როგორც მე, რომ აქედან 5 წელში, აქედან 10 წელში მინდა ვიყო აქ, მინდა ვაკეთებდე ამას, ჩემი აუდიტორია იყოს ეს. დღეს გადადგით ისეთი ნაბიჯები, რომ სწორი აუდიტორია მოიზიდოთ და კიდევ ერთს დავამატებ, რომ ახლა ტრამპის შემთხვევაში და კარდაშიანების შემთხვევაში მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფართო მასებზე გავიდნენ. იმიტომ რომ მას პროდუქტი ჭირდებათ, ანუ მასიურად ტრამპს ჭირდება ამომრჩეველი, კარდაშიანს ჭირდება მასიურად მყიდველი, მაგრამ თქვენ იფიქრეთ, თქვენ რა გჭირდებათ ამ აუდიტორიისგან. აი, მაგალითად, მომავალში ვგეგმავ, რომ ვიყო მომსახურების სფეროში, მაგრამ ამ მომსახურების სფეროში მე ვის მინდა რომ გავუწიო კონსულტაცია ვიცი და ისიც ვიცი, რომ ეს ადამიანები არ უნდა დავაბნიო ურთიერთსაწინააღმდეგო მესიჯები ჩემგან. აქედან გამომდინარე, ავტორს ბოლომდე არ ვეთანხმები, რომ ეს კანონი უნივერსალურად ეხება ამ ფორმატით ყველა ქვეყანას და ყველა პროფესიას. მსახიობი და ალბათ არტის ნებისმიერი მიმართულება უფრო თავისუფალია, როდესაც ნაბიჯებს დგამს ყურადღების მისაქცევად, ვიდრე იურისტი, ფინანსისტი, პოლიტიკოსი არა. პოლიტიკოსი კარგად თავისუფალია, იმიტომ რომ პოლიტიკა ძალიან ბევრ რაღაცას პატიობს ადამიანს, ვიდრე მაგალითად, არ ვიცი, ფსიქიატრს ან ექიმს და ასე შემდეგ. მოკლედ დაფიქრით იმის მიხედვით, თუ რა პროფესია გაქვთ ახლა და რის ირგვლივ აშენებთ თქვენ პერსონალურ ბრენდს. გაგრძელებთ კითხვას. საზოგადოებას სჭირდება კაშკაშა პიროვნებები, რომლებიც გამოირჩევიან რუხი უფერულობისგან, ასე რომ ნუ შეგწყვებათ თვისებების, რომელიც ბოსგან გამოგარჩევთ. ეს კანონი მოქმედებს ყველა პროფესიისთვის, ხოლო თითოეული პროფესიონალი გულის სიღრმეში შოუმენია, უნდა იყოს შოუმენი. ამაში ვეთანხმები განსაკუთრებით სოციალური პლატფორმების ეპოქაში, როცა უკვე მაგალითად რომ მაინტერესებს რაღაცის ექიმი, ახლობელს კი აღარ ვურეკავ, მახსენდება, რომ აი იცი, მე მგონი ინსტაგრამზე შემხვდა ეს სტომატოლოგი, რომელსაც ძალიან ბევრი სასარგებლო ვიდეო აქვს ჩაწერილი, ძალიან ბევრი ნახვები, გამომწერები, კომენტარები აქვს, ყურადღებიანია თავის აუდიტორიის მიერ და მოდი ამ ექიმს მივმართავ, აბა. ანუ აი ეს ადრე რაც იყო, რომ ჩვენი კონტაქტების ხარჯზე ვცდილობდით რაღაცეების გარკვევას, ეგ ყველაფერი უკვე ნელ-ნელა არა, უკვე გადავიდა და სწრაფი ტემპით უფრო და უფრო, ესე ვთქვათ, ძალებს იძენს სოციალურ მედიაში და ზუსტად ამიტომ არის, რომ ადრე თუ უფრო მოდის ინფლუენსერები იყვნენ ან არ ვიცი, ცხოვრების სტილი, დღეს იურისტი, ბუღალტერი, HR-ი, ფსიქოლოგი ყველა აშენებს თავის პერსონალურ ბრენდს. თან მარტო LinkedIn-ზე კი არა, Instagram-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე, რომ ანუ ცნობადობა გაზარდოს თანამედროვე ალგორითმების და აპლიკაციების გამოყენებით. და დღეს თქვენი ცნობადობა სოციალურ პლატფორმებზე და რამდენად კაშკაშა ხართ იქ, განსაზღვრავს თქვენს კლიენტთა ბაზას, ვის უნდა თქვენგან მომსახურების ან პროდუქტის ყიდვა, რა წრე არის თქვენ გარშემო, ასევე შეიძლება დამსაქმებლებმაც გიპოვნონ მანდ, ბიზნეს პარტნიორებმა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი პოზიციონირება გვექნება ჩვენს სოციალურ ქსელებში. დიდ მეცნიერს თომას ედისონს ესმოდა, რომ ფულის საშოვნელად მუდმივად ადამიანების თვალთახედვის არეში უნდა იყო. ის თუ როგორ წარუდგენდა გამოგონებას მაყურებელს, როგორ მიიზიდავდა საზოგადოების ყურადღებას, მისთვის ისევე მნიშვნელოვანი იყო, როგორც საკუთრივ გამოგონებები. და თომას ედისონის მაგალითი რომ ჩავშალოთ, ესე იგი, პრეზენტაციებზე პატიჟებდა ნაკლებ მეცნიერს,
და ადამიანს ვისაც შეეძლო შეეფასებინა ასე ვთქვათ მისი ნაშრომი მეცნიერულად ან ტექნიკურად და პატიჟებდა ელიტას, იმას ვისაც ჰქონდა კარგი კონტაქტები, ჰქონდა ბევრი შესაძლებლობები, ფული, სხვადასხვა კომპანია, რომელიც მაინც და მაინც ტექნოლოგიებთან არ იყო დაკავშირებული, იმისთვის, რომ აი ამ რესურსიან ადამიანებზე მოეხთინა შთაბეჭდილება და შთაბეჭდილების მოხდენას რაც შეეხება, ანუ იქ თავისი უკვე გამოგონებების რისი პრეზენტაციაც იყო, მაგის დეტალურ აღწერას და ახსნას კი არ აკეთებდა, აი მთელი პერფორმანსი იყო, საუბრობდა რობოტებზე, რომელიც ალბათ წარმოგვიდგენია ედისონის დროს საერთოდ რანაირი უცნაური თემა იყო სასაუბრად და აი მაქსიმალურად ისეთ თემებზე საუბრობდა, რომელზეც არც აპირებდა მუშაობას, როცა დაბრუნდებოდა, ესე ვთქვათ, თავის სამუშაო სივრცეში, უბრალოდ აი მაქსიმალურად რომ ხალხზე მოეხთინა გავლენა და რომ მასზე მე ელაპარაკა და კარგად დაემახსოვრებინათ. მართლა შოუმენი იყო და მაგიტომაც არის რომ ის ძალიან შეძლებული იყო მაშინ და ტესლა იყო ძალიან გაჭირვებული, თუმცა რომელი უფრო გენიოსი იყო, უკვე დღეს საკამათო საკითხი არის. სხვათა შორის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პაბლო პიკასოც იყო მსგავსი ტიპაჟი, თუმცა რატომ უნდა იყოს გასაკვირი, ედისონისგან უფრო უნდა იყოს გასაკვირი, რაღაც ისეთი უფრო ნერდი ტიპი უნდა ყოფილიყო. პიკასო ძალიან ხშირად იცვლიდა სტილს, იმიტომ რომ არ მოწონდა, როცა ადამიანები მას აიგივებდნენ კონკრეტულ სტილთან და დამახსოვრებას იწყებდნენ ერთი რომელიმე სტილის მიხედვით და ან თუ ამ სტილს კიდე სხვა მხატვრობით შეუერთებოდნენ და აი ესე მოულოდნელად უცბად დახატავდა რაღაცა ნახატს, რომელიც იქნებოდა სტილიდან ამოვარდნილი და ესე ამბობდა, მირჩევნია რომ მახინჯი ნახატით დამიმახსოვრა, ვიდრე ვიდენტიფიცირდებოდა ერთსა და იმავე მოსაწყენ სტილთანო. ავტორი გვეუბნება დაიმახსოვრეთ, ადამიანების უმრავლესობა გახსნილია, მათი წაკითხვა ისევე შეიძლება, როგორც წიგნის. მათ ნაკლებად აწუხებთ საკუთარი სიტყვებისა და იერის კონტროლი. უიმედოდ წინასწარ განჭვრეტადები არიან. იყავით ჩრდილში, ნაკლები ილაპარაკეთ, ზოგჯერ ორაზროვანი წინადადებები ჩაურთეთ. განზრახ მოაჩვენეთ თავი, არა თანმიმდევრულად. თავს ოდნავ შესამჩნევი უცნაურობების უფლება მიეცით. ეს ასე ვთქვათ, შეჯამება არის ედისონის და პიკასოს მიდგომის და სხვათა შორის, აი ვაკვირდები ჩემ თავს, რომ განმეორებითობა რაღაც ეტაპზე, რაღაც დროით კარგია, მაგრამ მერე უნდა შეიტანო აუცილებლად სიახლე შენს იმიჯში, ან რაზე ლაპარაკობ. ხა კარგად ახსნი, რისი თქმა მინდა, ადრე შეიძლება ჯორდან პიტერსონის ან ბრაიან ტრეისის ვიდეო რო ამოეგდო, ჩამერთო დიდი ყურადღებით, მომესმინა და ნუ კიდე სხვა ესე ვთქვათ, სპიკერი დავარქვათ, მოდი. და ეხლა ვხვდები, რომ ჩემი ტვინის ფილტრი, ანუ რასი აღარ უშვებს ამ ვიდეოებს ჩემთან, აი რო ვხედავ, მინდა რომ ავსკროლო, აღარ მინდა მაგათი მოსმენა დანახო, იმიტომ რომ სულ ერთი და იგივე სიმეორებენ, სულ ერთი და იგივე ინტონაციით, ერთი და იგივე სივრცეში, აი ერთნაირები არიან, აი რაღაცნაირად მე იმისმა კი არ მინდა რომ მე მაინც და მაინც ჯორდან პიტერსონს გავუსწარი განვითარებაში და ის ჩამომჩა, არა, მაგის თქმა არ მინდა, უბრალოდ ვერ ვხედავ თვითონ ამ ადამიანის ევოლუციას. ანუ საუბრობს ერთსა და იმავე ჩახარშულ, მოხარშულ თემებზე, რომელიც ყველა არ ვიცი, შეიძლება და კარგი იქნება, რომ თავიდანაც მოусმინო, მაგრამ აი რაღაცნაირად სიძველესთან ასოცირდება რა და აი ამ პიკასოს ვაუ ეფექტს არ იყენებენ, რომ აი უცბად რაღაც რადიკალური ახალი თემა შემოიტანო. ის კი არ არის, რომ შენ ის ძველი სულ დაივიწყო. არა, აი დრო და დრო შეგიძლია რომ რაღაც სიახლეები შემოიტანო, რომ ადამიანს არ მობეზრდეს. დღეს როცა არის ულევი ინფორმაცია ხელმისაწვდომი და გვაქვს ინტერნეტი, თუ გვინდა რომ ყურადღების ცენტრში ვიყოთ, ადამიანებს უნდა შევთავაზოთ განახლებული, საინტერესო, ხშირად ინოვაციური, ესე ვთქვათ, ინფორმაციას და წყაროებით. სხვა შემთხვევაში მობეზრდებით და ერთი ჩვეულებრივი კარგი მოსაუბრე ვიქნებით, რომელსაც ხან მოусმენენ და ხან არ მოусმენენ. არასოდეს გამოიჩინოთ განსაკუთრებული ძალისხმევა ყურადღების მოსაპყრობად.
ეს თქვენ სიხარბესა და დაურწმუნებლობას მოწმობს. უნდა გესმოდეთ, რომ სრულებით არ არის თქვენთვის ხელსაყრელი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, მაგალითად, მეფის დედოფლის ან რანგით მათთან გათანაბრებული პირის გვერდით. თავი დაუკარით მათ და უკან დაიხიეთ. ამის თქმა მინდოდა კიდევ და კარგია რომ ავტორმა ესრა დაასრულა ეს კანონი, რომ კი კარგია ყურადღების მიქცევა, კარგია როცა არ ვიცი კორპორატიულია 300 კაციანი და ერთი ხარ ვარსკვლავი და ასე შემდეგ, მაგრამ იქ შეიძლება შენ ამ შენი სიკაშკაშით, შენ მიმართ ზედმეტი ყურადღებით ხალხი ისე გააღიზიანო და განსაკუთრებით შენი ზემდგომები, რომ რაღაცნაირად ეს გახდეს საბაბი იმისთვის, რომ ამოგიჩემონ განსაკუთრებით საქართველოში, სადაც მაინც არ არის ეს უზარმაზარი კომპანიები, ახლა მაგალითად არ ვიცი, ყველაზე დიდი დამსაქმებლები საქართველოში არიან ალბათ ბანკები და სადაზღვევო კომპანიები. მაინც ვიწრო წრეები არის, მაინც ცოტა ხალხი არის და უნდა ვეცადოთ, რომ არ გავაღიზიანოთ სხვები. ძალიან კარგად მახსოვს, ერთ-ერთ სამსახურში ერთი ჩემი თანამშრომელი ქალი ძალიან ყოველთვის იყო ძალიან გამობრანჭული. სამსახურში დადიოდა, ყოველთვის ძალიან კარგ ფორმაში, მოვლილი, მაგრამ სამსახურის კორპორატიული სივრცისთვის ეს იყო ზედმეტი. ანუ იყო რაღაც სხვარი, რასაც გადადიოდა და ამით მე არ მაღიზიანებდა საერთოდ, მე მომწონდა სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ერთხელ მახსოვს ვიყავით კორპორატიულზე და რაღაცნაირად ისეთ მაგიდასთან მოვხვდი შუა დღეს ოღონდ არაფერი ფორმალური არ იყო, სადაც რაღაცნაირად ისეთი თანამშრომლები იყვნენ რა, დიდათ რო არ ჩანან, დიდათ რო სამსახური გეგონება არ აინტერესებთ, რაღაც თავის ტიპები მიდიან, არავისთან არ ითვიფებიან. გაიარა მახსოვს ამ ჩემმა ძალიან გამობრანჭულმა თანამშრომელმა და ეს ქალები, რომლებიც თითქოს ძალიან ნეიტრალურები იყვნენ, ზოგადად კეთილები ყველაფრის მიმართ, ისე ცუდად დაიწყეს ამ ადამიანზე ლაპარაკი და იმხელა ზიზღი გამოავლინეს და გაღიზიანება, მართლა გამიკვირდა, რომ ჯერი ქალს შეიძლება ქალი ესე აღიზიანებდეს და მერე გამიკვირდა, რომ ესეთი ტიპის მსუბუქ, თბილ და რაღაცნაირ ადამიანებს შეიძლება აღიზიანებდეს ის, რომ ვიღაც ესეთი მოვლილია და გამობრანჭულია და თავს უვლის და კაშკაშებს და მართლა ეს ადამიანი სულ კაშკაშებდა თავისი, ესე ვთქვათ, თავის მოვლით და მივხვდი, რომ არ ღირს რა, არ ღირს ეს ზედმეტი მონდომება, არც გასაუბრებაზე როცა მიდიხართ, იმიტომ რომ შეიძლება HR-ი გააღიზიანოთ, არც როცა სამსახურში დადიხართ. იყავით თქვენი თავი. თუ ეს არის თქვენი, ეს თუ არის თქვენი იდენტობა, მაშინ არც არავის არ გააღიზიანებთ, მაგრამ აქვთ ადამიანებს ეს უნარი, რომ რაღაცნაირად მიხვდნენ, ამას ხელოვნურად აკეთებთ, იმისთვის აკეთებთ, რომ ამის ხარჯზე რაღაცეებს მიაღწიოთ იქ, თუ რატო აკეთებთ, თუ ისედაც ეგრე დადიხარ სახლშიც, მეგობართანაც და ზოგადად ეგეთი ტიპი ხარ, მაშინ აქვთ შენი მიმღებლობა, მაგრამ შენ თუ სამსახურში არასამსახურთან დაკავშირებული უნარებით ცდილობ, რომ წინ წახვიდე, ეს ადამიანებს ძალიან აღიზიანებთ და ხშირ შემთხვევაში, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, ზურგს შემოგაქცევენ და ძალიან ცუდად მოგექცევიან. ეს არის ჩვენი მე-6 თავი, იმედი მაქვს, რომ საინტერესო იყო და სასარგებლო. შემდეგ პარასკევს განვიხილავთ მე-7 კანონს. სხვები ჩართეთ და ამუშავეთ თქვენ სასარგებლოდ, მაგრამ სამუშაოს შემსრულებლის სახელი ყოველთვის თქვენი უნდა დარჩეს. როგორც ჩანს, ჩემ უფროსებს წაკითხული ჰქონდათ ეს თავი, ან დაიბადნენ ამ კანონთან ერთად, იმიტომ რომ სულ ესე აკეთებდნენ, მაგრამ მე ჭკუა ვისწავლე, ძალიან საინტერესო ეპიზოდი გველოდება. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ თბილი სიტყვებისთვის და კომენტარებისთვის, რასაც მიწერთ, ძალიან ღრმა უკავშირი მაქვს ჩემს აუდიტორიასთან და რაღაც მოულოდნელი სიხარული თუ არ სავსე, იმიტომ რომ როცა ამ არხს ვიწყებდი, არ ვიცოდი ვინ არის ის, ვისაც ვესაუბრები.
წარმომედგინა რომ ჩემნაირი ადამიანები, ჩემნაირი ინტერესებით, აი რაღაც ესე წარმომედგინა, მაგრამ არ ვიცოდი თუ არსებობდნენ და არ ვიცოდი თუ ამდენი იყო და ესეთი კეთილები იყავით და ესეთი კომენტარების დაწერა შეგიძლიათ და მართლა მივხვდი რომ სინქრონიზებული ვარ აბსოლუტურად ჩემს მიზანთან, რომ მინდა ადამიანებს რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო იმ მიზნით, რომ ვინმეს მაინც დავეხმარო და შეუმსუბუქო ცხოვრება. ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზეც რომ შემხვედრო და მსგავსი ინფორმაციის ეპიზოდები, განსაკუთრებით ჩემს ენაზე, იმიტომ რომ სამსახურიდან დაღლილი რაცა მთელი დღე ინგლისურად გიწევს მუშაობა, რაღაცნაირად გინდა შენ მშობლიურ ქართულ ენაზე კომუნიკაცია და არ იყო ესეთი კონტენტი ქართულ YouTube-ში. ეხლა ნელ-ნელა ვხედავ, რომ მეც და კიდევ სხვა ადამიანების დგამენ ნაბიჯებს, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაცია დაამუშავონ და თავისი გამოცდილების, ესე ვთქვათ, გავლით და ჭრილში გადმოსცენ. კიდევ ერთხელ მადლობა, გამომიწერეთ აქ, თუ რაღაც ისეთი კითხვა გაქვთ, რომ არ გინდათ კომენტარებში დაწერა, შეგიძლიათ Instagram-ზე მომწეროთ, დაირექტში და იქ გავაგზავნოთ საუბარი, მოკლედ დროებით.